პირველი შეხვედრის მერე ცერცვაზე მითხრა ესეთი რაღაც, რომ მოგვიქეთ შენ თვით დაზიანება გაიგეთი, ან ჩვენ დაგაზიანებთო. ჩანიშნა მინდოდა ამ საქმის მოკლედ პროცესის და არ მაძლევდნენ საშუალებას რომ ჩამენიშნა. თვით დაზიანება გაიგეთი. ანუ დაიზიანა რაღაც მოიტეხე, პირდაპირ ესე მითხრა, ხელი მოიტეხე, ან ფეხი მოიტეხე, ან რაღაც ოპერაცია გაიგეთი. რო საქმე რო აიცილო რა. საფუძველი კონდეს რომ გააჩერო ეს საქმე, ანუ მე ვაპირებდი ამ საქმის ჩანიშვნას და არ მანიშნებდნენ პროცესს. განცხადების დაწერამდე არის ეს დაწერამდე კი. ჩემ თანაშემწეს უთხარი, მე ვთხოვე რომ ეს არის მეთქი და ეს პრობლემა მაქვს მეთქი და მოკლედ არ მანიშნებდნენ პროცესს და არჩენ არ დაგარეკებენ ფარებთან თქო და შენ დახმარება მინდა თქო. და უთხარი რომ მოკლედ ესე რაღაცნაირად ან ქირურგიული ჩარევა მინდა ან რაღაცა ან დამაზიანებენ მეთქი რაღაცა მომწიეთ თქო მოკლედ ესეთი რაღაცა მოვიფიქრეთ რომ ვითომ მივდიოდი ზესტაფონში რაღაც სურამში გავხდით ცუდად და მან მითხრა რომ მე ჩემი ოჯახის დახმარებით რომ მომნახავთ სურამში ქირურგს და ვითომ ცუდად გავხდი და ცოტათი გაგჭირდა ცოტა კერავს მერევ და ცოტა ხომ დაგაწონსო და მართლაც იყო ის შეთანხმებული იყო იმასთან და როგორც მახსოვს მე მითხრა გაგჭირდა და გაგჭირდა არა შევთანხმდი ესე იმ ექიმს თან მოკლედ რაღაც მოლაპარაკება იყო და შენ ელაპარაკე ექი მე არა მოკლედ თანაშე გიგა ელაპარაკა ელაპარაკა მისი ასე ვთქვათ ოჯახის წევრის მეშვეობით კი და ხო არ გახსოვს სახელი და გვარი მაგის არ ვიცი მაგრამ ელოდებოდა ის ადამიანი სადარი რო უნდა გაეჭერი გაგჭრიდა ყოველგვარი საჭიროების გარეშე ხო ნუ ისეთ პატარა ნაკერი ნაკერს გავუკეთე ჭავთელ ადამიანს გაჭრიდა და გაკერავ ხო ესეთი ის იყო და მერე იყო ეს მეორე შეხვედრა, როცა უკვე ეს რომ მითხრეს პირველად და ვფიქრობდი ამაზე, მერე შევხვდა მეორეჯერ და მერე მითხრა ის რომ უთხარი უბრალოდ რომ ესე დავასრულებ საკუთარ მას სიცოცხლის მეთქი და ნუ მერე ბოლოს მესამე შეხვედრა მესამე სწავლა ქონდა იქ რუსთაველზე მოკლედ საავადმყოფო ცენტრის კაფეში და ეს საქმე დავწერე განცხადება რომ საქმეს იმროდის გამო წაიღო ვასილი როიდიშვილმა ეს ადამიანები ეს კლანის ვისაც ეძახით ახლა თქვენ ხო ყველა არის ისეთი ადამიანი ყველაფერზე წავსვლილი საკუთარი ახლა იმიტომ რომ თვითონ ისეთ სიღრმეებში ისეთ დანაშაულში არიან ჩაფლულები არაერთგზის ყველაფერს გააკეთებენ ყველაფერს წავსვლილები არიან რომ ჩამოიშორონ თუ კი ვინმე ინფორმაცია იცის